მოგესალმებით მეგობრებო, დღეს თქვენს წინაშე ძალიან საინტერესო თემით წარსდგები. ეს გახლავთ ბიოდანამატების როლი ადამიანის ცხოვრებაში. საკვებ დანამატებზე მოთხოვნა უფრო და უფრო აქტუალური ხდება, რაც განპირობებულია გარემო პირობებით, დაბინძურებული ეკოლოგიით. საკვები, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ, არის გაჯერებული საღებავებით, კონსერვატებით და არ შეიცავს იმ საჭირო მიკრო და მაკრო ელემენტებს, რომელიც უჯრედის სრულფასოვანი მუშაობისთვის არის საჭირო. მე გახლავართ ინგა ჟღენტი, კომპანია ლივგუდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და მინდა წარმოგიდგინოთ პრემიურ ხაზის უნიკალური სანდო პროდუქცია, რომელსაც მიღებული აქვს ყველა სახის სერტიფიკატი, რაც დამტკიცებულია მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. ეს არის ISO, GMP, ჰალალი, კოშერი, კეტო, ბიო და ასე შემდეგ. მისი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. დღეს მე რა თქმა უნდა ყურადღებას გავამახვილებ ორ წამყვან პროდუქციას, გახლავთ სუპერ მწვანე და სუპერ წითელი. მინდა საუბარი დავიწყო სუპერ მწვანეს შემადგენლობით. პირველი ეს არის აშვაგანდა, რომელიც გახლავთ ინდური მცენარე, მისი ფოთლები და ყვავილი, ფესვები გამოიყენება ოდითგანვე ხალხურ მედიცინაში და გახლავთ საუკეთესო საშუალება, ადაპტოგენი, მატონიზირებელი საშუალება სტრესული აშლილობის, ქრონიკული შიშების დროს, აწესრიგებს ძილის ხარისხს და მის ხანგრძლივობას, აწესრიგებს აგრეთვე ტვინის მეტაბოლიზმს, ნორმაში მოყავს სიზარღვოვანი სისტემა, რის საშუალებითაც ადამიანის გუნება განწყობა ხდება უფრო საუკეთესო. აწესრიგებს აგრეთვე ქალებსა და მამაკაცებში ჰორმონალურ ბალანსს, დაბლაწევს სტრესის ჰორმონის, კორტიზონის დონეს, რაც ერთგვარად გავლენას ახდენს ესეც ადამიანის, რა თქმა უნდა, ნორმალური გუნება განწყობის, მისი ნორმალური ფუნქციონირებისათვის და ადამიანის შრომისუნარიანობის ამაღლებაზე. შემდეგი მცენარე ეს გახლავთ ლურჯმწვანე წყალმცენარე სპირულინა, უნიკალური თავისი შემადგენლობით. ეს გახლავთ მცენარეული ცილის წყარო, იოდის, რკინისა და სხვა ვიტამინების, მიკროელემენტების, ქლოროფილის შემცველობით. სპირულინა ჩართულია კოსმონავტების კვებაში და წარმოიდგინეთ 4 კაფსულა სპირულინა უდრის 1 კილოგრამ ხილისა და ბოსტნეულის მიღებას. ასეთი მაღალი შემცველობა აქვს, ანუ მცენარეს, რომელიც არის წყალმცენარე, დადებითად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. იგი აძლიერებს იმუნიტეტს, ავსებს კუჭნაწლავის ტრაქტს იმ საჭირო მიკროელემენტებით, იმ საჭირო ამინომჟავებით, რომელიც მისი ჯანმრთელობისთვის არის საჭირო. შემდეგი მცენარე ეს გახლავთ მუმია. მუმია არის ამინომჟავების, ფეგმენტების, ეთერზეთების, მიკრო და მაკრო ელემენტების უნიკალური წყარო. მას გააჩნია რეგენერაციის უნარი. იგი აღადგენს წყლულოვან დაავადებებს, ახორცებს წყლულოვან დაავადებებს და აღადგენს ზვარსახსროვანი სისტემის სტრუქტურას, არის უნიკალური ალერგენი, ასე ვთქვათ, და საუკეთესო საშუალება აკნეს საწინააღმდეგოდ, რომლითაც ალბათ ახალგაზრდობის უმეტესობა იტანჯება. შემდეგი მცენარე ეს გახლავთ ბაბუაწვერას ფოთლები, ბაბუაწვერას ყვავილი, ფოთლები, ფესვები ზოგადად ძალიან ის არის სასარგებლო მცენარე. იგი გაჯერებულია ვიტამინებით, მინერალებით, გახლავთ ონკოპროტექტორი და ბაბუაწვერას ფოთლებს შეუძლიათ ღვიძლის გასუფთავება, ნაღლის გასუფთავება, არის ანტისეპტიკური საშუალება და მისი ჩართულობა, რა თქმა უნდა, სუპერმწვანეს შემადგენლობაში არის მისასალმებელი. ხორბლის, გაღვივებული ხორბლის პუდრა. ალბათ თითოეულ თქვენთაგანს გსმენიათ გაღვივებული ხორბლის უნიკალური თვისებების გამო, მეც ბევრჯერ გამიღვივებია და მიმირთმევია, მაგრამ იცით რა არის მნიშვნელობა აქვს მის დამუშავებას. ჩემმა ორგანიზმმა ვერ მიიღო ესე ნედლად გაღვივებული და აი ზუსტად იმაში მდგომარეობს ამ პროდუქციის უნიკალურობა, რომ ეს დამუშავების სისტემა, ხო, ეს ნანოტექნოლოგია ისეა დამუშავებული, რომ ყველა ადამიანს შეუძლია მიიღოს უკუჩვენების გარეშე.
და რა თქმა უნდა, გაღვივებული ხორბლის პუდრა არის უჯრედისი, არის ვიტამინების, მინერალების, მიკროელემენტების საოცარი საბადო და მას შეუძლია ძალიან დადებითი გავლენა მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე, დაბლოკოს სიმსივნური უჯრედები და ასეთი ცდება დამტკიცეს, რომ ხანგრძლივი მიღება, როდესაც ადამიანი იღებს სუპერ მწვანეს, რომელშიც შედის ეს გაღვივებული ხორბლის პუდრა, მისი ჯეჯილის წვენი, აგრეთვე რომელიც ქლოროფილის წყაროა, შეიძლება კისტები, ფიბრომები, პოლიპები ზომაში დაპატარავდეს. შემდეგი მცენარე ეს გახლავთ შვრიის ჯეჯილის პუდრა, ეს გახლავთ რა თქმა უნდა ფარისებრ ჯირკვალზე დადებითად მოქმედი მცენარე და ზოგადად დეგენერაციულად მიმდინარე დაავადებების დროს ძალიან ეფექტური საშუალებაა. სუპერმწვანე აგრეთვე შეიცავს კენკრას, კენკრა რა თქმა უნდა უჯრედისია და არის საუკეთესო საშუალება, ზოგადად ორგანიზმის გამაჯანსაღებელი თვისება გააჩნია მას, მაჩას ჩაი შეიცავს, მაჩას არომატის გამო ძირითადად ამატებენ სმუზებში, წვენებში და ჩვენს სუპერმწვანეს, ამიტომაც აქვს ასეთი საოცარი და სურნელი, საოცარი გემო და ძალიან კარგი სურნელი. შემდეგი არის მორინგა, მორინგას ფოთლები, ის წმენს ღვიძლს, არის ონკოპროტექტორი, დამატებული აქვს აგრეთვე ბუნებრივი დამატკბობელი, რომელიც რა თქმა უნდა ბუნებრივი დამატკბობელი და ეს სუპერმწვანე საუკეთესოა, რომ მიიღონ დიაბეტიანებმა, ვისაც აქვს ინსულინრეზიდენტობა, მათთვისაც არის უსაფრთხო. ასე რომ სუპერმწვანე გახლავთ სამკურნალო მცენარეების საბადო და თქვენ წარმოიდგინეთ მისი მიღება, რას გაუკეთებს ადამიანის ორგანიზმს, ხო? როგორი დადებითი მოქმედება შეუძლია მას კუჭ-ნაწლავზე, თირკმელებზე, ღვიძლზე, სანაღვლე გზებზე, ხომ? უროლოგიის კუთხით, შარდსასქესო ორგანოებზე და დამავიწყდა თქმა პროსტატის ადენომის მკურნალობაში თითოეულ ამ მცენარეს აქვს დიდი მნიშვნელობა და ერთი მცენარე, რომელიც კიდევ გამომრჩა, ეს გახლავთ ალოე ვერა, ბევრი კომპანია თავს იწონებს ამ პროდუქციით და ეს სალუკვარი მცენარეც აი ამ სუპერმწვანეშია. წარმოიდგინეთ, ეს არის საბადო, ერთ კოლოფში მოქცეული მწვანე აფთიაკი. შემდეგი პროდუქტი ეს გახლავთ სუპერწითელი, მე დილას ვიწყებ სუპერწითელით, ეს არის სისხლძარღვების გამწმენდი, მოყავს წყობაში სისხლძარღვები, როგორც მსხვილი, ასევე წვრილი კაპილარები, წმინდავს ქოლესტერინის ხომ, მავნე ქოლესტერინი გამოაქვს გარეთ, ხდის მას ელასტიურს და განვიხილოთ ახლა რა შეიცავს სუპერმწვანე. თქვენ ალბათ შეამჩნიეთ, რომ ახატია ჭარხალი, დიახ, სუპერწითელი შეიცავს ორგანულ ჭარხალს. ჭარხალის დადებითი თვისებები ცნობილია, ის არის უძლიერესი გამწმენდის საშუალება კუჭ-ნაწლავის ღვიძლის, შეიცავს ფოლიუმის მჟავას, აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას, აქვს ანტისეპტიკური საშუალება აგრეთვე და ჭარხალს შეუძლია, რომ კაპიტალურად გააწმინდოს კუჭ-ნაწლავი და ნორმაში მოიყვანოს მისი მუშაობა. შემდეგი მცენარე ეს გახლავთ ისპანახიც არის მდიდარი ვიტამინებით, რკინით, სპილენძით და მასაც დადებითი გავლენა აქვს ადამიანის ორგანიზმზე. სუპერწითელი შეიცავს ბროწეულს, ბროწეული არის ანტიოქსიდანტი, ის თავისი ანტიოქსიდანტური თვისებებით აჭარბებს მწვანე ჩაის და ღვინოს და ბროწეულის მიღება, რა თქმა უნდა, წმენს სისხლძარღვებს, კვებავს მას C ვიტამინით და აგრეთვე სხვა ვიტამინებით. სუპერწითელი აგრეთვე შეიცავს გაღვივებული ხორბლის ჯეჯილის წვენს, ეს გახლავთ ქლოროფილის წყარო და მიკრო და მაკროელემენტების მთელი თაიგული, აგრეთვე შეიცავს როგორც სუპერმწვანე გაღვივებული შვრიის ბალახის წვენს, ეს გახლავთ ფარისებრი ჯირკვის დაქვეითებული ფარისებრი ჯირკვლის სამკურნალოდ უნიკალური საშუალება, შეიცავს აგრეთვე
ყურძნის წიფწიფების წიფწიფების პუდრას, რომელიც არის მდიდარი რესერვატროლით და რესერვატროლი გახლავთ ონკოპროტექტორი, მას გამოაქვს ცუდი ქოლესტერინის ორგანიზმიდან, აძლიერებს ორგანიზმის მდგომარეობას, ელასტიურს ხდის სისხლძარღვების შიდა კედლებს, რომ სისხლმა თავისუფლად იმოძრაოს. კიდევ ბევრ მცენარეს შეიცავს სუპერწითელი, შეიძლება ეხლა რამოდენიმე გამომრჩეს, კენკრას შეიცავს კიდევ კენკრას და აგრეთვე შეიცავს მოცს, მალინას, კუნელს, წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი როგორ გავლენას მოახდენს სისხლძარღვების კედლებზე და როგორ მოქმედებაში მოიყვანს მას. მაშასე მე დღეს გაგაცანით ორი პროდუქტი, შეიძლება რაღაც შეცდომები დაუშვი და არ გამკითხოთ. ეს იყო ჩემი პირველი ესეთი ვრცელი ვიდეო. ვეცდები რომ შემდეგ ვიდეოებში უფრო გამოვასწორო, უფრო დახვეწილი იყოს ჩემი წარდგენა თქვენს წინაშე და ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია რომ თითოეულმა ადამიანმა იცოდეს თუ რა შედის ამ უნიკალურ ორ პროდუქტში და სხვა პროდუქციაში, რაც გააჩნია ლივგუდის პროდუქციას, რომლის შეძენაც შეგიძლიათ ლივგუდის ონლაინ პლატფორმაზე ადამიანს შეუძლია დარეგისტრირდეს და 75% ფასდაკლებით შეიძინოს ნებისმიერი პროდუქცია. გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს. დიდი სიყვარულით, ინგა ჟღენტი.